მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum. მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობ 2026 წლის ივნისის ტაროსკოპს ვერძებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია, იმპერატორი ქალი, ივნის საკმაოდ ნაყოფიერად და ჰარმონიულად გაივლით, გექნებათ მიზეზი რომ იყოთ დადებითი ემოციებით სავსე, ეს არის უზარმაზარი შემოქმედებითი ძალის, განვითარების, კომფორტისა და სიუხვის ენერგია. ამ პერიოდში თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ოჯახის წევრებთან, შვილებთან და ახლო გარემოცვასთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლებელია მიაღწიოთ მნიშვნელოვან წარმატებებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დიდი ხნის განმავლობაში გულმოდგინეთ თქვენს ენერგიას დასახული მიზნების მიღწევისთვის, ზოგადად ეს ბარათი მიღწეული შედეგებისა და მოპოვებული მატერიალური თუ სულიერი სიმდიდრის ნიშანია. თუმცა ასევე შესაძლებელია გულისხმობდეს თანადგომას, მხარდაჭერას სამყაროსგან, უზენაესი ძალებისგან, ზოგადად გამართლებას ცხოვრებაში, პოზიტიურ ენერგოველში გადასვლას, შინაგანი სიმშვიდის მოპოვებას და შინაგანი წონასწორობის აღდგენას. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში იგრძნობთ შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას, მატერიალურ დონეზე გარკვეულ სიმტკიცეს და მყარ ფუნდამენტს, რომელიც ერთგვარად მუდუნების და ცხოვრებით ტკბობის საშუალებასაც მოგცემთ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მონეტების 10-იანი, ასევე პოზიტიური არკანია, იგი მიუთითებს ამ პერიოდში ოჯახის მნიშვნელობაზე თქვენთვის, თაობების ურთიერთობაზე, მატერიალურ რესურსზე. შესაძლებელია ამ პერიოდში თქვენთვის აქტუალური იყოს მემკვიდრეობის საკითხები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, შესაძლებელია გადაწყვიტოთ ბინის გარემონტება ან ცვლილებების შეტანა დეკორში. ასევე შესაძლებელია მიიღოთ ნიშნობის ან დაქორწინების გადაწყვეტილება, გაგიჩნდებათ სურვილი ტრადიციების გათვალისწინებით გაიაზროთ თქვენი პირადი ცხოვრება, ან შესაძლებელია მოგინდეთ აღადგინოთ რომელიმე თქვენი საოჯახო ტრადიცია. მაგალითად, გადაწყვიტოთ დაბადების დღის აღნიშვნა ოჯახის წევრებისა და ნათესავების გარემოცვაში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია წყვილებისთვის. თასების ტუზი. თუ თქვენ უკვე იმყოფებით პარტნიორულ ურთიერთობაში, ივნისი თქვენთვის ნამდვილი ემოციური აღზევების პერიოდი იქნება. ეს ბარათი მიუთითებს გრძნობების განახლებაზე, სიყვარულის ახალ ტალღაზე და საოცარ ჰარმონიაზე. თითქოს თქვენი ურთიერთობა ახალ ფურცლიდან იწყება, სადაც წინა პლანზე წამოვა გულწრფელობა, სითბო და ერთმანეთის გაგება. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამ თვეში მიიღოთ ერთობლივი, ძალიან ემოციური და სასიხარულო გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ უფრო დაგაკავშირებთ და დაგაახლოვებთ ერთმანეთთან. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, ხმლების 4-იანი, ამ პერიოდში იქნებით ემოციებისგან დისტანცირებული, ეს ბარათი მიუთითებს ერთგვარ პაუზაზე, ტაიმაუტზე, რომელიც ახლა ჰაერივით გჭირდებათ,
შეცდებით გაერკვეთ, რას ეძებთ ურთიერთობაში და რა აღარ არის თქვენთვის მისაღები. შეძლებთ მკაფიოდ მონიშნოთ თქვენი საზღვრები, თქვენ გჭირდებათ დრო ძალების აღსადგენად, ფიქრისთვის და შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად. აღარ მოგინდებათ ბუნდოვან ურთიერთობებში ჩართვა ან კომპრომისებზე წასვლა იქ, სადაც ეს თქვენ შინაგან სიმშვიდეს შეეხება და დაარღვევს. სწორედ ეს გონებრივი სიცხადე და შინაგანი წესრიგი შექმნის მომავალში იმ საფუძველს, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა იქნება ემოციურად უსაფრთხო, გულწრფელობაზე, ურთიერთ პატივისცემასა და ერთგულებაზე დამყარებული. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გვირდებათ ივნისში საქმიანი სფერო, კვერთხების დედოფალი, ამ პერიოდში იქნებით მოტივირებულები და გექნებათ სამუშაო განწყობა. შეძლებთ მობილიზდეთ, გამოავლინოთ განსაკუთრებული ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობით შეასრულოთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები. თქვენი პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება შემჩნეველი არ დარჩება გარშემომყოფებისთვისაც, რაც მათი მხრიდან შესაძლებელია გამოიხადოს თქვენი აღიარებით, კომპლიმენტებით, შესაძლოა მადლიერებითაც და იგრძნობთ პატივისცემას მათი მხრიდან. ამ ბარათის ენერგია მიგითითებთ, რომ ივნისის განმავლობაში გექნებათ ყველანაირი რესურსი, რომ გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან, თქვენ გაქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ამისთვის, საქმის ორგანიზების და მართვის კარგი უნარები, რაც დაგეხმარებათ იყოთ ყურადღების ცენტრში და მყარად მართოთ თქვენი საქმიანობის მიმდინარეობა. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მე-15 მაღალი არკანი ეშმაკი. ამ პერიოდში სამსახურში შესაძლებელია წააწყდეთ ძლიერ ცდუნებებს, ფარულ ინტრიგებს ან მანიპულაციებს. ამიტომ ფრთხილად იყავით, არ ჩაებათ ისეთ საქმიანობაში, რომელიც თქვენს რეპუტაციას დააზიანებს, მაშინაც კი თუ ფინანსური სარგებელი დიდი იქნება. მეორე მხრივ ეს არკანი მიუთითებს უზარმაზარ ამბიციურ ენერგიაზე, თქვენ გიჩნდებათ ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვების ძლიერი სურვილი, მთავარია თქვენი ორგანიზების და მართვის კარგი უნარები მართოთ სწორი, ჯანსაღი გზით, რომ შეინარჩუნოთ კოლეგების პატივისცემა და დაფასება. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მონეტების ხუთიანი, ეს არკანი შესაძლებელია მიუთითებდეს ილუზიებით გაჩენილ დროებით უიმედობასა და რესურსების სიმცირის განცდაზე, შესაძლებელია მოგიჩვენოთ, რომ ბაზარზე თქვენთვის შესაფერისი ადგილი არ არის, მაგრამ გირჩევთ არაყვეთ ემოციებს, დაფიქრდით თქვენს რეალურ შესაძლებლობებზე და სურვილებზე, როგორ და რა სფეროში გინდათ მოახდინოთ თქვენი თავის რეალიზება. დაისახეთ კონკრეტული გეგმა, არ დაგეზაროთ ამ ნაბიჯების ჩამოწერაც, გახსოვდეთ, რომ ხშირად დახმარება და გამოსავალი იქიდან ჩნდება, საიდანაც არ ელოდებით. თავარი არ ჩაიკედოთ საკუთარ ნაჭუჭში და შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობილება. მათთვის კი, ვინც თვით დასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მონეტების ოთხიანი, პირველ რიგში შეინარჩუნეთ წონასწორობა და შინაგანი ბალანსი, ბიზნესში ამ პერიოდში გამოავლენთ განსაკუთრებულ სიფრთხილეს და შესაძლებელია გარკვეულ სტაბილურობაზე ჩაბღაუჭების სურვილს. თქვენი მთავარი მიზანი იქნება არსებული პოზიციების, კაპიტალისა და რესურსების შენარჩუნება. თუმცა გახსოვდეთ, რომ გადამეტებულმა კონსერვატივიზმმა და ახალ იდეებისადმი შიშმა შესაძლებელია შეაფერხოს განვითარება. გირჩევთ კარგად გაანალიზოთ ყველა ფაქტორი და გარემოება, იმოქმედეთ მაქსიმალურად დაფიქრებულად და კეთილგონივრულად, რომ რისკების ზედმეტად დაზღვევა თქვენი ბიზნესის სტაგნაცია არ გამოიწვიოს. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ივნისში,
ხმლების 10-იანი, საკმაოდ მძიმე და კრიტიკული ენერგიის ბარათია ამ პოზიციაზე, იგი მიუთითებს, რომ გარკვეულ ფინანსურ ციკლს, ძველ ვალდებულებებს ან არასწორ ფინანსურ სტრატეგიას საბოლოოდ დაესმება წერტილი. შესაძლებელია მოგიწიოთ ძველი ვალების გასტუმრება ან ისეთი ხარჯების გაღება, რომელიც ფინანსურად დაგცლით, თუმცა ეს გარდაუვალი და საჭირო ნაბიჯია. მეორე მხრივ, ეს ბარათი მიუთითებს, რომ ყველაზე რთული ეტაპი უკვე მოტოვებული გაქვთ, თქვენ ერთობლივი ძალებით ან პირადი მობილიზებით შეძლებთ მძიმე ფინანსურ გარემოებებს დაუსვათ საბოლოო წერტილი და მომდევნო პერიოდიდან შეძლებთ გადახვიდეთ ახალ საფეხურზე, სადაც მოგეცემათ ამოსუნთქვის საშუალება. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. თასების 7-იანი, სამყაროს მთავარი გზავნილი თქვენთვის არის, რომ არ უნდა დაიკარგოთ ილუზიებში, ოცნებებსა და მრავალფეროვან არჩევანში. ახლა არის დრო, რომ ჩამოიშოროთ ვარდისფერი სათვალე, კარგად დაინახოთ რეალობა და ფუჭი მოლოდინების ნაცვლად გააკეთოთ კონკრეტული, პრაქტიკული არჩევანი. ნუ გაფანტავთ თქვენს ძვირფას შემოქმედებით ენერგიას ერთდროულად 1000 მიმართულებით, დარჩით ერთგული საკუთარი რეალური გზის და იმ ხედვის, რომელიც მყარ ნიადაგზე დგას. დაიცავით თქვენი პოზიცია მშვიდად, გააზრებულად და ღირსეულად. ასეთი იყო 2026 წლის ივნისის ტაროსკოპი ვერძებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.